წარმოადგენს მოკლედ ხო კრიტიკის გრაფიკა მე შუაში დავხდები. ძალიან მოკლე შესავალს გავაკეთებ, რომ ესე იგი ჩვენ პრინციპში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით და შედეგების თვალსაზრისით და ეხლა საუბრობთ სასკოლო დონეზე საკმაოდ მძიმე ვითარება გვაქვს ეს ცხადია ყველასთვის პრინციპში და ძალიან სამწუხაროა რომ რაღაც ნორმალიზებულიც გახდა. საკმაოდ დიდი დანაკარგი მივიღეთ ჩვენ პანდემიის დროს და სამწუხაროდ ამაზე პასუხი არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას და სამინისტროს და სხვათა შორის რადგან ამ ტელევიზიასთან ვართ რითიც ამაყობდნენ და დღესაც ხშირად მოიხსენიებენ და მეც მათთან ერთად ხშირად მომიხსენიებენ ხო მაშინ გაკეთდა ზუსტად ტელესკოლა რომელმაც ნუ ძალიან ცოტა ხანს იფუნქციონირებდა მალევე სამინისტროს ასე ვთქვათ დიდი ძალისხმევით მალევე დაიხურა არა და ვთქვათ ერთ-ერთი საგანმანათლებლო რასაც ეს ტელევიზია აწარმოებდა ზუსტად ჩემი აზრით ზუსტად ტელესკოლა იყო. სამწუხაროდ მაშინ ანუ რაიმე ტიპის ჩარევა სახელმწიფოს რემედიალური პროგრამების სახით ხო ანუ იმ დანაკარგზე საპასუხო რეაგირების სახით არ ჰქონია და არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმიტომ რომ ცხადია რომ ეს დანაკარგი განსაკუთრებით მიიღეს იმ ჯგუფებმა, ვინც ისედაც ჩაგრულ ჯგუფებს განეკუთვნებიან, ხო ესენი არიან ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად ვთქვათ მოწყვლადი ჯგუფები და ასე შემდეგ, ხო? მათზე ასე ვთქვათ უფრო გადაიარა ამ პანდემიამ. უამრავმა ქვეყანამ ხო და სადაც ჩვენ ვესწრაფით განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა სხვადასხვა ზომები მიიღეს, იქნება ეს ვთქვათ გახანგრძლივების სახით, აკადემიური წლის, დროის დამატების სახით, მასწავლებლებისთვის რაღაცა ვთქვათ ხარდაჭერის შეთავაზების კუთხით, ასე შემდეგ. მათ შორის არის სასკოლო კვების პროგრამა, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვთქვათ ვცდილობდით და ვმუშაობდით, რომ ამ ქვეყანაში ამოქმედებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვთქვათ ვერ დაადგეს საშველი. მოკლედ ეს შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ ეს გამოცდილება მით უმეტეს სულ რამდენიმე წლის წინ არსებობდა, რომ აი ისეთ პირობებში, როდესაც სწავლა არის შეწყვეტილი, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ვთქვათ აქამდე რა უნდა გაეკეთებინა და დღეს თუ ვიცით, რომ ხვალდაზე -15 და 18 გრადუსი იქნება, რამდენიმე დღის წინაც ვიცოდით ხო, რომ რა სიტუაცია დაგვიდგებოდა წინ და პრინციპში არაფერი არ გააკეთა ხელისუფლებამ. დღეს ვითარება გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით მინიმუმ 150,000 მოსწავლისთვის სწავლა არის შეჩერებული გურიაში, აჭარაში, რაჭაში, ზუგდიდში, სვანეთში, ხო? ფაქტობრივად ყველგან თბილისსა და კახეთს გარდა ფაქტობრივად, ხო? და ფაქტობრივად ჩვენი სკოლების ნახევარში სწავლა არის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტილი, ხო? ესეც აი პანდემიამ ამის ნორმალიზება გააკეთა, რომ თითქოს აი სწავლის გაჩერება პრინციპში არანაირი პრობლემა არ არის, გააჩერება სწავლას, მერე აღადგენდა, შეაჩერება აღადგენდა არანაირი რემედიალური პროგრამები, ანუ ხარდაჭერის პროგრამები სამწუხაროდ მიღებული არ არის და აი დღეს გვინდა ამაზე ვისაუბროთ, რომ კი ნამდვილად გვაქვს ძალიან ძიმე მსხვერპლი ამ ვითარებაში, თუმცა აი ეს დანაკარგი ხო საგანმანათლებლო მერე როგორ დაგვიდგება წინ და დღეს ვთქვათ როგორ ზარალდებიან ჩვენი მოსწავლეები, ოჯახები, როგორ იზრდება უთანასწორობა, მით უმეტეს მერე ეს სიღარიბე თაობი და თაობას როგორ გადაეცემა და პრინციპში განათლების როლი ამ მხრივ რა არის და მოკლედ ამაზე ველაპარაკა განსაკუთრებით აი პანდემიის გამოცდილებიდან და მოკლედ პირველი შეკითხვით გადავალოთ მარანასთან, რომ პირველ რიგში რა გვასწავლა ჩვენ ამ პანდემიამ, რა შეიძლება ვთქვათ დღეს მოიმოქმედოს სახელმწიფომ და როგორი უნდა იყოს დღეს სამინისტროს გეგმა. მით უმეტეს ბარემ აქვე დავავატებ, რომ აი
გუშინდელ დღეს განათლების სამინისტროს საკომუნიკაციო არხებზე, ვებგვერდზე, Facebook-ზე თქვენ ვერ ნახავდით ვერაფერს. ერთი განცხადებაც არ ხდება გავრცელებული არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ აი საერთოდ რას აკეთებს, შეწყვეტილია თუ არა სწავლა, რას ფიქრობენ, როგორ ეხმარებიან მოსწავლეებს და თუ გავაკრიტიკეთ მოკლედ ჩვენ, რასაც მოყვა საზოგადოებაში გამოხმაურება და იმ წამსვე შემდეგ რაღაცა განცხადება, არაფრის თქვენი განცხადება გაავრცელეს, სადაც პრინციპში საუბრობდნენ, რომ კი სწავლა შეწყვეტილი არის ნახევარ საქართველოში და ისინი მშობლებს დაუკავშირდებიან სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს იყო და ეს. საკმაოდ ვრცელი შესავალი იყო და მართლაც დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ სწავლის შეწყვეტაზე, ამის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და უნდა გვესწავლა პანდემიისგან თუ როგორ იქცევით სკოლებთან მიმართებაში, როგორ იქცევიან მასწავლებლები და საერთოდ როგორ იმართება სკოლები კრიზისის დროს. ეხლა ერთ პატარა გადახურვას გავაკეთებ, ამ პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო პანდემიის დროს გულისხმობ, გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკს ჰქონდა, ყველა ქვეყანას ჰქონდა ფაქტობრივად კრიზისის დაძლევის გზებზე საუბარი და რაც იყო იმ მიგნებებში, იყო რომ ჩვენ თუ მაგალითად 2019 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო და სასწავლო შედეგების ვარდნა იყო და შესაბამისად მოსწავლეებს არ ჰქონდათ სამფასოვანი განათლების მიღების საშუალება, რა შეიძლება რა შეიძლება მომხდარიყო ჩარების გარეშე და როდის შეძლებდნენ იმ დანაკარგების კომპენსირებას ჩვენი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მოსწავლეები. თუ კი სახელმწიფო არანაირად არ დაეხმარებოდა სკოლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, არ შექმნიდა სპეციალურ სამედიო პროგრამებს, იქნებოდა ეს საზაფხულო პროგრამები, აქსელერირებული პროგრამები თუ რემედიაციის პროგრამები, ამ შემთხვევაში 30 წლამდე და კიდევ უფრო იქით გადაიწევდა აი ამ სასწავლო დანაკარგების აღდგენა და თუ დროულად მოხდებოდა სკოლებში ჩარევა მოსწავლეებს დაეხმარებოდნენ, მასწავლებლებს მიაწვდიდნენ საჭირო რესურსებს და მათ გვერდში მხარდაჭერას მიიღებდნენ სახელმწიფოზე, ამ შემთხვევაში 25 წლისათვის ეს დანაკარგები აღდგებოდა, მათი კომპენსირება სრულად მოხდებოდა. ეხლა რა ხდება, გოტა მახსენა რა თქმა უნდა, მაგრამ სპეციალური ტერმინიც კი არსებობს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ დანაკარგებზე, აქ იყო თითქოს ერთი შეხედვით სახელმწიფოს ჰქონდა Microsoft-თან ხელშეკრულება და მასწავლებლებს და სკოლებს ჰქონდათ საშუალება, რომ Teams-ის საშუალებით ყველა ჩართულიყო ონლაინ გაფრთხილებაში. მაგრამ ამას ჰქონდა სერიოზული პრობლემა. სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ არც მასწავლებლებისთვის, არც მოსწავლეებისთვის არავის არ უფიქრია ინტერნეტი, მას სჭირდება ძალიან სწრაფი ინტერნეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარისხიანი გაკვეთილი ვერ ტარდება და ამის თანხები, ამის კომპენსაცია არც მასწავლებლებისთვის, არც ოჯახებისთვის არ მიუწიან. ამავდროულად ჩატარდა ესეთი მცირედი კვლევა იმ პერიოდში და გამოიკითხნენ ოჯახები თუ ჰქონდათ ცდომა ინტერნეტთან და დაკმაყოფილებულად ჩაითვალა ყველა ის, ვისაც ჰქონდათ ერთი სმარტფონი ჰქონდა ოჯახში, რომ მათ ჰქონდათ ცდომა. თუმცა შეიძლება ეს ერთი სმარტფონი ყოფილიყო ორი მოსწავლე სკოლაში, სტუდენტი, სამუშაო პირობები დაჭირებოდა და წარმოიდგინეთ ამდენი ადამიანი, როგორ შეძლებდა ამ ერთი გარდამავალი მობილურით მიღება სრულფასოვანი განათლების. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რიგრიგობით ესწრებოდნენ დაძმები ხოლმე გაკვეთილებს და ეს გაკვეთილიც რა თქმა უნდა სრულფასოვანი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მასწავლებლებისათვის ამ დროისათვის რესურსების მიწოდება არ მოხდა და ამავდროულად ის მხარდაჭერა, რაც მათ ჭირდებოდათ, რეალურად არ მოხდარა და გულისხმობ იმას, რომ ონლაინ გაკვეთილს რო ატარებ, მას აქვს თავისი სტრუქტურა, თავისი მეთოდოლოგია, თავისი სტრატეგიები, რომელიც მასწავლებელმა უნდა იცოდეს და რა თქმა უნდა უზარმაზარი ბანკი უნდა არსებობდეს ონლაინ რესურსებისა, რომელსაც მასწავლებელი გამოიყენებს. ამის არარსებობის პირობებში იყო, რომ მასწავლებლები სულ აცურებდნენ სახელმძღვანელოს გვერდს,
ამას უბრძანებდნენ მოსწავლეებს, აძლევდნენ დავალებას და ამით ამთავრებდნენ გაკვეთილს. და გაკვეთილის ხანგრძლივობა რა თქმა უნდა შემცირდა. მივიღეთ ის, რომ ისინი დავალებებს ვერ ამოწმებდნენ, უკავშირს მოსწავლეებს ვერ აძლევდნენ, რა თქმა უნდა გამონაკლისს მასწავლებლებზე ამ შემთხვევაში არ აგვაქვს ლაპარაკი, იმიტომ ყოველთვის არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც ისეთ საოცარ გაკვეთილებს აკეთებენ, თავად გამიგდნენ რესურსებს. რა თქმა უნდა ეს გამონაკლისია და არ უნდა მოუხსნათ ეს ყველაფერი 60,000 მასწავლებლებს ვერ მოუხსნათ ამას, იმიტომ რომ მასწავლებელს ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდა, ისინი ზრუნავდნენ თავის ოჯახის ჯანმრთელობაზე, ისინი საფრთხეში იყვნენ თითოეული მათგანი და პლუს ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრმა სამსახური დაკარგა ამ პერიოდში და სოციალური პრობლემები კიდევ უფრო რა თქმა უნდა გამწარდა, ხო? აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულება რა არის? მოდით კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ. სახელმწიფო ვალდებულია არა სკოლას აღკიდოს ეს პასუხისმგებლობა და ეს თვერთი და მასწავლებლებს, არამედ მან უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ მასწავლებელმა იგრძნოს მათი მხარდაჭერა და იცოდეს, რომ მას შეუძლია ატაროს კონცენტრირდეს გაკვეთილზე, კონცენტრირდეს თავის მოსწავლეებზე და ჩაატაროს გაკვეთილები. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ პანდემიაზე, პანდემია არ არის ერთადერთი რის გამოც გაკვეთილები შეიძლება შეწყვიტეს და სწორედ აქ გადავდივართ იმ ბუნებრივ კატასტროფებზე, რაც შეიძლება ჩვენ ვხორდეს და ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში, როცა შეიძლება სკოლა გაჩერდეს. ზოგადად კრიზისულ სიტუაციების მართვაში ითქმება, რომ სკოლა არის ის დაწესებულება, სადაც ბოლოს უნდა წყდებოდეს სწავლა და პირველი უნდა აღდგეს სასწავლო პროცესი. იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მოწყვლადები არიან ამ შემთხვევაში და მათ ჭირდებათ აი სოციალიზაციაც, მათ ჭირდებათ ის მხარდაჭერაც, თანატოლებთან ურთიერთობაც. რა მივიღეთ აქედან? იმის ნაცვლად, რომ ჩვენ პანდემიიდან რეფლექსია გაგვეკეთებინა იმ პერიოდზე და გვესწავლა თუ რა არის პრობლემები, სად ვერ შევძელით და შეგვექმნა ესეთ კრიზისული გეგმები თითოეული სკოლისათვის, ვინ რას ამტკიცებს, როდესაც სწავლა წყდება, ჩვენ ეს არ გქონდა და დღევანდელ დროს ხედავთ, რომ სკოლები ასევე ამ შეჩერებული კლიმატური პირობების გამო, რაც მოხდა დიდთოვლობა და სკოლები გაჩერდნენ, უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებენ, სკოლებს აეკიდათ იგივე პასუხისმგებლობა, რაც ძალიან რთული არის, რომ თავისთავად ცხადი არის. აქედან გამომდინარე, რა უნდა გააკეთოს სამინისტრო? პირველი ის, რაც ალბათ ყველასათვის არის ნათელი, რომ ეს დანაკარგები აუცილებლად უნდა ავადგინოთ, იმიტომ ეს ეხება ჩვენ მომავალს და ალბათ აქ ვინც ახართ ახალგაზრდები, ჩვენ პანდემიის დროს რაღაცა ამ სკოლაში იყავით, ამ უნივერსიტეტში იყავით, ონლაინ სწავლებაში იყავით ჩართული და გახსოვთ რთული იყო ეს ყველაფერი, ხო? შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ისეთი მხარდამჭერი მექანიზმები და ისეთი სამინისტრო, რომელიც არა აშინებს და არა წნეხის ქვეშ დგას სკოლები, არამედ მხარს უჭერს და ყველანაირად კითხულობს დღეს რა შეგვიძლია გაგიკეთო, რითი უნდა დაგეკეთო. სამწუხაროდ მასწავლებლები არანაირ გადაწყვეტილების მიღებაში არ არიან ჩართულები და ისინი ფორმალურად არიან, წარმოიდგინეთ 60,000 მასწავლებელი ყავს, ადამიანებს, რომელთაც ვამბობთ მოსწავლეებს და მათ არ ვეკითხებით, როგორი გვინდა იყოს განათლების სისტემა. როგორ შეიძლება ამათ კრიზისის დროს მოვიქცეთ, ხო? არადა მათ აქვს ყველაზე სწორი პასუხები ამაზე, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ფლობით აგროვებენ. მათ ყველაზე უკეთესია ამ დროს მოწყვლადი ჯგუფები რა დღეში იყვნენ და მე მოვსვლა ის საოცარი ისტორიები ამ დროს მუშაობდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მიყვებოდნენ, როგორ მოიქცა მაგალითად აჭარაში ერთი მოსწავლე, რომელსაც სმარტფონიც არ ჰქონდა, თავისი თმა მოიჭრა, ჩააბარა, იმიტომ რომ ერთი სმარტფონი ეყიდა და გაკვეთილებს დასწრებოდა. საოცარი ისტორიები ჰქონდათ მასწავლებლებს, რომელსაც მიყვებოდნენ, საკმაოდ სევდიანი, მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ? მოხდა ის, რომ სახელმწიფო თქვა, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვარჩევთ ამ კრიზისის თავს, ჩვენ ყველაზე კარგად ვუძღვებოდით პანდემიის დროს განათლების სისტემას და შესაბამისად ამ შემთხვევაში მასწავლებელი ჩერდება და აღარ ლაპარაკობს იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად მას აწუხებს და რომელსაც რეალურად ყოველდღიურად უწევდა. და უნდა ვთქვათ ალბათ კიდევ ერთი, რომ რა განსხვავებაა დემოკრატიულ ქვეყანასა და არადემოკრატიულ ქვეყანას შორის ამ შემთხვევაში.
დემოკრატიული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ზრუნავს იმაზე, რომ ყველანაირი პირობები შეექმნას საბაზისო მასწავლებლებს და ამავდროულად მათ ეკითხება სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენთან სამწუხაროდ გადაწყვეტილებები მიიღება და შემდეგ ეცნობება ხოლმე სკოლებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ. იქნება რაღაც კანონები, იქნება რაღაც რეგულაციები, იწერება სახელმძღვანელოები, რომელთა ჩართულობა მასწავლებლების მინიმალური ან საერთოდ ფორმალური არის. იმიტომ მაგალითად ეხლაც გვაქვს რომ დაიგზავნა რაღაც დოკუმენტი ეროვნული სასწავლებელი მასწავლებლებთან და მისდეს დრო იმისათვის რომ გამოხატონ მოსაზრება, თუმცა მეთოდოლოგია არ არსებობს 60,000 მასწავლებელმა რომ მართლაც კომენტარები დაურთონ და გადაუგზავნონ უკვე როგორ მოხდება ამის ანალიზი. ანუ ჩვენ რასაც ხედავთ, ერთი არის ძალიან დიდი ხიდჩატეხილობა სამინისტროსა და სკოლებს შორის და სამინისტრო ვერ ხედავს სკოლებს როგორც მის არამხოლოდ ბენეფიციარს, არამედ ვერ ხედავს როგორც მისი ნაწილს და საერთოდ არ აინტერესებს რას ფიქრობს სკოლა. იზრებულობს გადაწყვეტილებას, რომელსაც სკოლები უნდა დაემორჩილონ რაღაც უპირობოდ. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და კიდევ ერთს ვიტყვი, რომ ესეთი ტერმინი გაჩნდა პანდემიის დროს ციფრული გაყოფა. და ეს ციფრული გაყოფა რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ მოწყვლადი ჯგუფები, სოციალურად გაუცველი ოჯახები, რომელთაც სწორედ არ ჰქონდათ ის რესურსები, თქვათ ის ეთელდრეობა, მატერიალური მხარდაჭერა, რომ შვილებს ჰქონდათ კომპიუტერი, ლეპტოპი, ჰქონდათ 24 საათიანი ინტერნეტი, სწორედ ისინი აღმოჩნდნენ ყველაზე მეტად გარიყულების სასწავლო პროცესიდან და ჩვენ ვიცით, რა ძნელი არის სწორედ აი ეს ჩავარდნა, როდესაც ხდება და აი ამას უწოდეს ციფრული გაყოფა და აი ეს პატარა სტატისტიკასაც მოვიყვანდა, რა თქმა უნდა, გადავალთ შემდეგ რესპონდენტთან. სტატისტიკა იყო შემდეგი. განვითარებულ ქვეყნებში სადღაც 14%-მდე მოსწავლეების არ ჰქონდათ 24 საათიანი ცდომა ინტერნეტთან და ესენი იყვნენ ძირითადად აქაც მოწყვლადი ჯგუფები, მიგრანტების ოჯახები და რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებში 14% და 68% მოსწავლეებისას განვითარებად ქვეყნებში, ანუ ღარიბ ქვეყნებში არ ჰქონდათ ცდომა ინტერნეტთან და დაზარავდნენ ბავშვები. რაც მივიღებთ ამით 21 საუკუნეში, სადაც ცოდნის ეკონომიკა არის, სადაც ინფორმაციაზე ცდომა ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფორმაციის დამუშავება, რა თქმა უნდა ეს ბავშვები ხდებიან არაკონკურენტუნარიანები და შესაბამისად მათ ძალიან გაუჭირდებათ იმ დანაკარგების კომპენსირება. ამიტომ დღევანდელ დღეს რა გაკვეთილებით შეგვიძლია რა კითხვას დაიწყოთ, რა თქმა უნდა ვეცდები პასუხი ჩამოვაყალიბო მოკლედ. არის ის, რომ რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იზრუნოს, როდესაც ხდება სწავლის შეწყვეტა, ეს დანაკარგებზე, ამ დანაკარგებზე იფიქროს მასწავლებლებს მისცეს ხელში ინსტრუმენტები, თუ როგორ გაზომავს ამ დანაკარგებს და როგორ მოხდება ამ დანაკარგების კომპენსირება. ხო, ესე იქ სანამ ჩამოვაყალიბებ, ანუ რას გამოგს ახლა საქმე, ხო, პრინციპი რაღაც აი როგორც ეხა ტელევიზიასთან ვარ შეკრებილები და იდეაში ტელევიზია ქვია, მაგრამ აწარმოებს პროპაგანდას, ხო, არაფერი კავშირი ამას ტელევიზიასთან არ აქვს და აი ანალოგიურად თქვა ჩვენი განათლების სისტემა იმის ნაცვლად, რომ პირიქით ვთქვათ რაღაცა განვითარებას, პროგრესს, წინსვლას, ახალი სოციალის შექმნას, თანასწორი გარემოს შექმნას უწყობს ხელს, პირიქით, ანუ ხელს უწყობს ჩვენს საზოგადოებაში დახლეჩვას, სეგრეგაციას, უთანასწორობის წარმოებას, ხო, ანუ ჩვენი განათლების სისტემა და სკოლები ამაზეა ორიენტირებული, ხო, ანუ პრინციპში გვაქვს რაღაცა ტრეკები, ასე ვთქვათ, გზები და ჩააყენებს ამ ჩვენ მოსწავლეებს და საზოგადოებას ამ გზებზე და ფაქტობრივად გზა გაყვავილი არის, ხო? და ვიღაცა პრინციპში სიღარიბისთვის არის განწირული, ვიღაცა თქვა თავისი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე შეძლებს და გადარჩება, ხო? და პრინციპში პანდემია ესაჩვენა, რომ ესე იგი განსაკუთრებით დაზარავდნენ ეს ჯგუფები და ამ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის რომ ანუ როგორ უთანასწორო ასე ვთქვათ ვითარებაში არიან ეს მოსწავლეები და მათთვის აი სახელმწიფო ამ შემთხვევაში სამინისტრო პრინციპში ერთი განცხადებაც არ გააკეთა.
ისიც არ იქა, რომ აი თქვა რაკეტის ან გეგმა არის, ან თქვა რაზე მუშაობენ და პირიქით ვინც კი თქვა ამ სახელმწიფოში განათლების სისტემაზე მუშაობდა, ასე თქვა და კომპეტენტური იყო, პირიქით გარიყა აგერ რამდენიმე დღის წინ ქუთაისიდან მასწავლებელი გაუშვეს, იმიტომ რომ თქვა რაღაცა აქციებში იღებდა მონაწილეობას და ხო ანუ ეს არის მოკლედ რეალურად სახე. შესაბამისად ეს სადამდე მიგვიყვარს, ხო ეს არის აი ჩემი მთავარი კითხვა და ზოგადად თქვა ჩვენ როგორც საზოგადოება იგივე სახელმწიფოს იმედი ნაკლებად და ხო როგორც ეხლა მაგალითად ამ სამუშაოებში მოხალისეები უფრო აქტიურობენ ჩვენ როგორც საზოგადოება რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ თქვა აი ეს ბავშვები არ დაიჩაგრონ იმიტომ რომ ყოველ მერე რაღაცა მივიღეთ ისეთ შედეგს და ამას შეიძლება გავაკეთოთ. დღეს რაზეც ძალიან ნიშანდობლივი იყო, რაც მოხდა და რაზეც გვასაუბრებდი, როდესაც სახელმწიფო რაღაცნაირად ვიჭაში ჩაუდგა და მეტოქედ წარმოაჩინა მოხალისეები, რომლებიც ჩავიდნენ და ეხმარებოდნენ სახელმწიფოს. ზუსტად ასევე მოიქცა პანდემიის პერიოდში, როდესაც თავიდან სახელმწიფომ არ იცოდა რომ უნდა გაეკეთებინა და ეს ძალიან ბუნებრივი იყო, არ იცოდა არც ჩვენმა სახელმწიფომ და არც მსოფლიომ. თუმცა და იმ დროს სკოლებმა დაიწყეს აქტიურობა, თვითონ შექმნეს რაღაცა გამოცდილება, მაგალითად მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში და ჩვენ მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირება მოვახერხეთ სკოლების მეშვეობით, იმიტომ რომ მაშინ სოციალური მომსახურების სააგენტოები გაჩერდნენ და ოჯახში ვერ შედიოდნენ. და სკოლებიდან ვაწვდიდით ადამიანებს პროდუქტს, ან მოწყვლად ოჯახებს. და მე გაარჩნდა ისე რომ სანამ Teams-ი გახდებოდა შესაძლებელი, მანამდე მესენჯერები და სხვადასხვა საშუალებები აწვდიდნენ ცოდნას და უკავშირდებოდნენ მოსწავლეებს მასწავლებლებით. თუმცა რაღაცა პერიოდის მერე უცებ სახელმწიფომ აღმოაჩინა, რომ აქვს Teams-ი, აქვს რაღაცა მექანიზმები გათვლილი არის და ფასეულობრივ გაუხადა სკოლებს. მაგალითად უთხრა, რომ რაღაცა დეზობარიერები უნდა იყოს და უნდა გქონდეთ თერმომეტრები, მაგრამ ისეთი რესურსები მისცა, რომ ამ რესურსებით სკოლას სწავლება დაეწყო, მაგალითად წლის ნახევრზე თუ გახსნიდა კარს, 12 საათზე მიიღებდა მთლიანად იმ რაოდენობის მოსწავლეებს, რაც ავდათ. ეს მაგალითად მასწავლებლებმა რა გააკეთეს, როგორი მეთოდებით, ძალიან მწიფთხო, იმიტომ რომ იყო ცდის და შეცდომის რაღაცა მიდგომები, მაგრამ ეს იყო ისტორია დეჰუმანიზაციის, იმიტომ რომ ადამიანები არ დაჯილდოვდნენ და მათ არავინ არ გადაუხადა მადლობა იმ წელისთვის, სადაც აკეთებდნენ. უფრო მეტიც, მაგალითად, ოქტომბერში მოგვიანებით დაიწყებოდა სწავლა და სკოლებს მთლიანად ამ რესურსების შეცვლა დასჭირდათ, მაგალითად კომპანიები, დეზობარიერები რაღაცა მოეწესრიგებინათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო მწირი რესურსებით. უცებ ერთი კვირით ადრე სკოლის დირექტორებს გამოუცხადეს, რომ მათი ნაწილი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, იმიტომ რომ შეუწყდათ დაასრულეს უფლებამოსილება და ნაწილს გაუგრძელეს, ნაწილს არა. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმის, რომ ის წვლილი და ის შრომა მართლა რაღაცა წარმოუდგენელი, რაც იმ პერიოდში ამერიკელებმა გაიღეს, სახელმწიფოსთვის არ იყო მნიშვნელოვანი საერთოდ. და ამ მეორე მხრიდან ვხედოთ, როგორ სახელმწიფო როგორ უნდა იქცეოდეს რა მოცემულობა გვაქვს ახლა პანდემიის გარეშე სახელმწიფო არის სუპერ ცენტრალიზებული, რომელიც ისეთ მაგალითად დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს, აქცევს პასუხისმგებლობის გადაბარების მექანიზმებად. მაგალითად, სკოლებს ყოველთვის თხოვენ, რომ მათგან მიიღონ ინფორმაცია, მაგრამ სკოლებმა არასდროს არ იციან ეს გადაცემული ინფორმაცია რაში იქნება გამოყენებული. და შესაბამისად, თან მერე არ არის ინიციატივა ახალისებული. ადგილზე სკოლამ ყველაზე უკეთესიც რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იხმაროს და აი მაგალითად
სოფლებში ვინმე დირექტორს და მასწავლებლებს დაკავშირებოდა პირველ რიგში გვეტყოდნენ სად რომ ოჯახს როგორ უჭირს სახურავი კი გადასათობი აქვს თუ არა მაგრამ იმთენად არ გავიარებთ ამ ადამიანებს სისტემა იმთენად ვერ ხედავს ამ ადამიანებს რომ საერთოდ არ ხდება ამ რესურსის გამოყენება მათი დანახვა და მათი თანამონაწილეებად გახდომა იმიტომ რომ ამინდა ისე გამოვიდეს რომ თითქოს ადგილზე ყველაფერი იცის და მასწავლებლებს მხარდაჭერა არ სჭირდებათ მაგრამ ეს არის ორთვრივი პროცესი ერთია რომ შენ რომ როგორც სახელმწიფო როცა შეიმუშავე პოლიტიკას ეს უნდა იყოს მონაწილეობითი მაგრამ ეს არ ნიშნავს პასუხისმგებლობის გადაბარებას. მონაწილეობა ნიშნავს ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ უწყვეტად ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას. მაგალითად, მასწავლებლებს სკოლა როცა გეუბნება, რომ მას აქვს რაღაცა საჭიროება და ამ ინფორმაციას მოიძიებს, როგორც ხდება ტრადიციულად სცენტრებიდან სამინისტროში იკრიბება ეს ინფორმაცია არასრულად, მაგრამ მაინც მე უკან დაბრუნება ამ ინფორმაცია ამ რა გაუკეთეს ამ ინფორმაციას ყველაზე დირექტივა და რაღაცა ისე სკოლა უნდა გააკეთოს და სკოლა ამას აღიქონს ვალდებულებად ვერ ხედავს რატომ არის მნიშვნელოვანი ამის გაკეთება მაგალითისთვის სკოლიდან მოიძიეს ინფორმაცია ვის რა საჭიროება ჰქონდა ან რამდენი გაკეთება დაუწევთ და მე პანდემიის შემდეგ სკოლებს დაავალეს დიაგნოსტირება საგანმანათლებლო დანაკარგის. ახლა ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. შეიძლება ერთის მხრივ ჩანს, რომ სკოლა მონაწილეობს, მაგრამ სკოლას არ აქვს სათანადო კომპეტენცია განსაზღვროს რა დანაკარგი იყოს საგანმანათლებლო თუ ფსიქოსოციალური. ამიტომ ასე ბედის ანაბარად მიტოვება და რაღაცა ვალდებულებების გადაბარება სკოლებისთვის არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. ერთი რაც მნიშვნელოვანი კიდე რაც მინდოდა მეთქვა არის ის რომ არის რაღაც კატაკლიზმები როდესაც ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება მზად მაგრამ დემოკრატიული და კარგი სახელმწიფოები ცდილობენ რაღაცა ცოდნა გამოაჩინონ ამ გამოცდილებაში და აქციონ რესურსად სამომავლო შემთხვევებში აი ჩვენ როდესაც დავასრულეთ პანდემია დავუყურეთ ეს პროცესი და აღმოჩნდა რომ არანაირი გაკვეთილი აქედან არ მიიღო სასისტემამ არ აღიარა არც საგანმანათლებლო დანაკარგები დღემდე არ გვაქვს გაზომილი რაში გამოიხატა ეს ფულებმა დაიკლო რაღაც საქმეები ვერ ისწავლეს ბავშვებმა საერთოდ რა ზიანდება სკოლა გარდა განათლებისა სოციალიზაციის შესაძლებლობაც არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასაზომი დანაკარგი არის და გარდა ამისა არ შეიმუშავა არც თავისთვის და არც სკოლებს არ დაეხმარა მაგალითად ასეულს ბიზნესური გეგმა რას ვაკეთებთ როდესაც ისეთ გარემოში და ისეთ დემოკრატიულ სივრცეში სადაც ცხოვრობთ მოსალოდნელია ხო შოვის ქვეყანაში ბოლოს მოსალოდნელია კატაკლიზმები სადაც ბავშვები უნდა იყვნენ მზად სკოლებს არ აქვს დღემდე კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავების გეგმა შემუშავებული და ეს რაღაცნაირად მინდა უკან დაუბრუნდე განათლების პოლიტიკის შემუშავებას საავადმყოფოს ცენტრალიზებულია და სახელმწიფო თითქოს მართავს ამ პროცესს მაგრამ თან არ მართავს იმის გამო რომ სკოლებს არ დაუფასდა და არ არის სკოლების ინიციატივა და არ არის ახალისებული აი ეს გამოცდილებიდან სწავლა ამიტომ სკოლებს არ აქვს ეს ჩვენ რო გვქონდეს ისეთი სისტემა რომელიც იტყოდა რომ აი და მოდი ეს აქციით გამოცდილება ისი არის მოკლული ეს ინიციატივა ჩაკლული და რომ არის დროს არ დაფასებულია ეს რომ სკოლებმა თვითონ შეიძლება გადაგიცემა ხედავენ ამ საჭიროებას ვერ გადადგეს ეს ნორმები რომ ასეთი შიდა განათლება მაგალითად იყოს და ესეც არის საჭიროებული პრობლემა რომელიც ძნელვადიანად მურჩილ სისტემას ზეკან გოდას რეპლიკა იყო რომ განათლების სისტემას განათლება ზოგადად შეიძლება ქონდეს ორი ფუნქცია ერთი არის ემანციპატორული გააძლიეროს ადამიანები და ხელი
შეუწყო საზოგადოების განვითარებას და მეორე არის მოხდეს კვლავ წარმოება, მათ შორის თანასწორობის კვლავ წარმოება. და ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ეს თითქოს არსებობს რაღაცა მექანიზმები, რომელიც მოითხოვს აი ამ მონაწილეობას, მაგრამ სისტემა ისე არის აწყობილი და ისე არიან ადამიანები ჰუმანიზებულები ამ სისტემის ესეთი სახელმწიფო ადამიანებს, რომ ესენი არიან მორჩილები და თუ სკოლაში მასწავლებელი და დირექტორი იქნება მორჩილი სისტემის, რომელიც კრიტიკულ შეკითხვას ვერ დასვამს, არ იკითხავს, რომ აი გუშინო პანდემია მქონდა და დღეს რო თოვლის გამო დავიკეტე და მშობლებს ისე ვერ ვაწვდი მე ინფორმაცია სად არის პრობლემა და მოდი დამეხმარე შენ სახელმწიფო, რომ მე დროულად მივაწოდო მშობლებს მაგალითად ინფორმაცია და მქონდეს კომუნიკაცია, მე ის ვერ გაზრდის მოსწავლეს, რომელიც კრიტიკულ შეკითხვას დასვამს. ხო თუ შენ ხარ დაჭერილი ეს რაღაცნაირად ძალადობის ჯაჭვებით არის, რომ მოსწავლეც მერე ხდება აი ამ სისტემის მორჩილი. ამიტომ მგონია, რომ რა უნდა გავაკეთოთ, ალბათ ჩვენ ისევ უნდა გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ამ სისტემაში ერთმანეთს ხედავენ და სახელმწიფოს იმედი თუ არა აქვს, მოხალისის იმედი მაინც აქვს ეხლა თოვში ჩარჩენილებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია, რომ აი აქედან ის გამოცდილებები მე უნდა ვაქციოთ, ძალიან მნიშვნელოვანია მცოდნად, როგორ შეიძლება და რა მნიშვნელობა აქვს ამ ადგილზე სკოლებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სათემო ცენტრები არიან და ისინი არ არიან მარტო საგანმანათლებლო სივრცეები, ისინი არიან სოფელში ერთი სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანი მივიდეს და რაღაცა ერთმანეთთან დაელაპარაკონ. ხო, იმიტომ რომ სამწუხაროდ სხვა სივრცეები არ გვაქვს. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ პოლიტიკურ გამოუტანას დასკვნა და დავუბრუნოთ ამ ადამიანებს ხმა, ვინც არიან ადგილზე. ხო, ბატონო, მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანუ ჩვენი ამ დღევანდელი ასე ვთქვათ ეთერის მიზანი იყო, რომ გვესაუბრა ამ პრობლემაზე, რასთანაც ვთქვათ დღევანდელი ვითარება არის დაკავშირებული და რაც შეიძლება ესე ნათლად არ ჩანს, ასე ვთქვათ და ხილული არ არის, მაგრამ რეალურად ვთქვათ მას ექნება მნიშვნელოვანი გამოძახილი შემდგომ მომავალში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ვთქვათ იმაზე, რომ როგორ ახერხებს ხელისუფლება იმას ეგრეთ წოდებული, ხო, რასაც ახერხებს და რატომ არიან ვთქვათ ადამიანები შედარებით ნაკლებად აქტიურები ან შედარებით მორჩილები, მათ შორის განათლების სისტემა ამას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ხო და მასწავლებლები განსაკუთრებით ვთქვათ აი ამ მორჩილებაში ავანგარდში არიან, მოწყვლადი ჯგუფები არიან ნამდვილად და აი გუშინ საუბრობდით, ხო, რომ აი გერმანიაში იყო არჩევნები მაგალითად და იქაც ვთქვათ აი ეს განსაკუთრებით ვთქვათ ესეთი რადიკალური ულტრამემარჯვენე იდეები, ხო, სად გააქტიურდა, სადაც მიგრაცია იყო მაღალი და სადაც მოწყვლადი ჯგუფები უფრო მეტად დარჩნენ, ხო? ჩვენთანაც ზუსტად ასე არის, იმიტომ რომ მე კონტროლი იმის გაცილებით უფრო მარტივი არის, ხო და ძალიან რთულია მე რომ ვთქვათ იგივე პასუხი მოკითხო ამ საზოგადოებას, როდესაც ცლებია ჩვენ ამ უთანასწორობას ფაქტობრივად ვაშენებთ და ეს ადამიანები განწირულები არიან და ამ ტელევიზიასაც მათ შორის რომ დაუბრუნდეთ, ხო? ამ ტელევიზიას აქვს მნიშვნელოვნად საგანმანათლებლო დანიშნულება და მაშინ ჩვენ როცა აქ განათლების სისტემის განვითარებაზე თუ რაღაცა პრობლემებზე ვსაუბრობთ, ამ ტელევიზიაში გადის ახალი სერიალი მინდა სექტემბრე, აი ესეთი სერიალი გადის და ხო, ანუ ამით არიან ესენი დაკავებულები და თავის წვლილს ამ საზოგადოების ტვინების გამორეცხვის აი ესე ასრულებენ, ხო? არა, სერიალი გულით გადის, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში სხვა სერიალი გაუშვეს და ხო, ამიტომ ამ ტელევიზიის აი ეს ცვლილებაზეც როცა ვსაუბრობ, ხო, იგივე ვთქვათ, იქნება არა მაინც და მაინც ტელესკოლაზე ლაპარაკი, მაგრამ მათი საგანმანათლებლო დანიშნულება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, ხო? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ის თავის ფუნქციას რეალურად ვერ შეასრულებს, როგორი მიუკერძოებელიც არ უნდა იყოს. ამიტომ ესეც ვთქვათ ჩვენს ხედვაში შეიძლება რომ გქონდეს გათვალისწინებული. მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მალე ესე იგი დავიძრებით უკვე რუსთაველისკენ.